გამოცდილება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და რაც შეეხება საქართველოს შეერაგებულ ძალებს ჩვენ უნდა შეგვეძლოს ბრძოლის ველზე მინიმუმ 70-80,000 კაცის გამოყვანა ამის პროექტი არსებობს ზღაპარი იქნება მართლა გვაქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა ამის სისტემაც არსებობს ბუნებაში ჩვენ მაგალითებიც ვიცით ჩვენ ვიცით საიდან რა რესურსი უნდა მოიპოვოთ ყველაფერი ეს პროექტის სახით არსებობს უბრალოდ ეხლა ამისთვის არ გვცალია უბრალოდ პირველი რიგის ამოცანა არის საქართველოს განთავისუფლება ფაშისტური რეჟიმისაგან როგორც კი რუსული ფაშისტური რეჟიმი საქართველოს პოლიტიკას დატოვებს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე განსაკუთრებით მე სულ ვამბობ რომ არ არსებობს სახელმწიფო მშენებლობა იწყებოდეს თოხით სახელმწიფო მშენებლობა იწყება თოფით როცა არსებობს თოფი ძლიერი უსაფრთხოების სისტემა ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე ეფექტური ინვესტიცია ეკონომიკაში ჩვენ თუ გვინდა საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნას დოვლათი საქართველოს ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი ძალიან ძლიერი თავდაცვითი ზღუდით უნიკალური შანსი არის ახლა ფაქტიურად დაუწევა პუტინი ტრამპსა და ტრამპმა რომ გამოიყენოს აქ საქართველოსთან გარკვეული ის მესიჯები უნდა წავიდეს მე არ ვიცი შეიძლება კერძო თუნდაც სამხედროების რჩევა გაიზიარონ რომ დეოკუპაცია ნიშნავდეს არა მარტო უკრაინა ჯარების გაყვანას საქართველოსთანაც გაყვანას შეუძლია ტრამპს ახლა ყურებით ახავს პუტინი დაჭერილი შეუძლია უბრალოდ მე წინაცხოვრებაში ვიყავი სამხედრო ეხა ჩვენი ჯგუფი ფარი არის პოლიტიკური ჯგუფი რომელსაც აქვს პოლიტიკური პროექტები ჩვენ გვაქვს კავშირები ჩვენ გვაქვს შეთავაზებები თხოვნები ესე რომ ვთქვათ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იყოს საქართველოს ინტერესები დაცული რა თქმა უნდა ესე რომ ვთქვათ კერძო ჯგუფებისგან თუნდაც პოლიტიკური ჯგუფებისგან ესემ ძალახად გიორ ასამო მიიღებენ ესემ ძლავრი არ არის იმპულსი რა თქმა უნდა ამას ჭირდება მაინც სახელმწიფო დონეზე გაჟღერება უბრალოდ ჩვენ გვაქვს ეს დეფიციტი რომ ქვეყნის სათავეში დე ფაქტო ხელისუფლება რომელსაც საქართველოს ინტერესი საერთოდ არ აინტერესებს სამფრით კი რა თქმა უნდა ეს კავშირები და კომუნიკაცია არის მაგრამ ერთია რომ ეს ყოფილიყო საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული და საქართველოს პარლამენტში გაჟღერებული კაფიოდ ჩამოყალიბებული მყარი მოთხოვნები თუ რა ინტერესი გვაქვს დღესდღე რომ დეოკუპაცია ეს არის პირველი რიგის პრიორიტეტი ნატოს რა ქვია ევროინტეგრაცია ნატოში ინტეგრაცია ეს არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი ეს აუცილებლად იქნება გვექნება დემოკრატია ვიქნებით ევროპაში ამას ბრძოლა არ ჭირდება ამას ელემენტარულად ჭირდება რომ ველი გავასუფთავო და დემოკრატია გქონდეს ხოლო რაც შეეხება დეოკუპაციას ეს არის კიდე ერთი ფანჯარა ახლა და აი ძალიან დიდ შესაძლებლობას კარგავთ რომ ამ ტერიტორიიდან გასულიყო რუსეთის შეერაგებული ძალები და ჩვენ შეიძლება არ შესულიყავით და აქ პირველ რიგში ყოფილიყო რაღაც გარდამავალი პერიოდი, როცა იქნებოდა იგივე სამშვიდობო მისია და როცა მოხდებოდა რაღაც თქვათ 5-10 წელზე გაწერილი ესე რომ თქვათ გარდამავალი პერიოდი, სადაც ქართველები დაბრუნდებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ დაუბრუნდებოდათ და თქვათ ევროპული ან საერთაშორისო მისია უზრუნველყოფდა თანაცხოვრების და ხელახალი ინტეგრაციის პროცესს მშვიდობიან პროცესს უზრუნველყოფდა ჩვენ არსად არ გვეჩქარება ეს ტერიტორია არსად არ გარბის უბრალოდ ჩვენ გვეჩქარება ის რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ ტერიტორიიდან რუსი ჯარისკაცი გავიდეს და სხვა დანარჩენი უკვე ეს არის ეტაპობრივად ისე როგორც საქართველოს ვაშენებთ როგორც საქართველოში ვაშენებთ ეხლა მართალია ბიზინა ივანიშვილმა ყველაფერს გადაგვიხაზა და მე არ ვიცი ესეთი უკუვარდნა და ვარდნა უსკულისკენ თუ წარმოგვედგინა მაგრამ კიდევ ერთხელ როგორც ეტაპობრივად ვაშენებთ ზუსტად ესე ამ მოთმინებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აშენდებოდა და ობიექტურად აი ბუნებრივი ინტეგრაცია მოხდება